როდესაც ებრაელებისა და ისრაელის დემონიზაციის ნარატივი ჭეშმარიტებას უსწრებს სოციალურ მედიაში, პოლიტიკაში და პრესაში, როგორ ებრძვით ცრუ ისტორიას და რას შეუძლია რეალურად კანონს? მე ილანა მაზალ-დიამანტი ვარ და ეს არის ძირითადი კანონი. დღეს ჩვენ კვლავ მივესალმებით პროფესორ ალან დერშოვიცს. მას შემდეგ, რაც მან დენ დაიკერთან და ხალედ აბუტავამიცთან ერთად JNS-ზე ისაუბრა ნიკოლას კრისტოფის ბოლოდროინდელ ცილისწამებლურ სტატიაზე. მინდა ეს სტატია გამოვიყენო როგორც ერთი მაგალითი იმ უფრო დიდი გამოწვევისა, რომელსაც დღეს ისრაელში ებრაელები აწყდებიან, რათა გავიგოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. და ვინ თუ არა პროფესორი დერშოვიცი. კეთილი დაბრუნება და მადლობა რომ შემოგვიერთით. მადლობა მოწვევისთვის, ვაფასებ ამას. ნამდვილი სიამოვნება და პრივილეგია. კარგი, დავიწყებთ კრისტოფის სტატიით და შემდეგ სწრაფად გადავინაცვლებთ უფრო ფართო საკითხებზე და ვეცდებით სტრატეგიული კუთხით შევხედოთ სიტყვისა და ებრაელთა უსაფრთხოების საკითხს. მაგრამ რომ შევაჯამოთ თქვენი შეხედულება ამ სტატიაზე და რა სამართლებრივი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მასში არსებული სიცრუეების აღმოსაფხრელად, ახსენეთ, რომ ფიქრობდით, რომ ცილისწამების არჩელი არ იყო გამოსავალი. ისრაელი მაინც როგორც ჩანს ამ მიმართულებით მიდის. შეგიძლიათ ზოგადად ახსნათ, რა სჭირდება მოსარჩელეს, რომ ცილისწამების სარჩელში გაიმარჯვოს? დამოკიდებულია იმაზე, რომელ ქვეყანაში შეაქვთ სარჩელი. სხვადასხვა წესებია, დიახ. და შემდეგ ინგლისი, კანადა, ავსტრალია, ისრაელი, მეორე მხრივ. შეერთებულ შტატებში ეს სარჩელი თავიდანვე წაგებულია. რადგან არც ერთი კონკრეტული პიროვნება დასახელებული ან აშკარად იდენტიფიცირებული პირი ბოროტი განზრახვით არ არის ცილისწამებული. ამიტომ რომ მოიგოს საქმე ინდივიდმა, არა ქვეყანამ და არა მთავრობამ, უნდა შეძლოს და ამტკიცოს, რომ ზიანი მიადგათ სრულ განცხადებებით, რომლებიც უპასუხისგებლოდ ან გაზრახ გაავრცელა მოპასუხე. ეს ამ შემთხვევაში არ მოხდება. ეხლა ინგლისს, კანადას, ავსტრალიას და სხვა ქვეყნებს აუცილებლად არ აქვთ იგივე კონკრეტულობის მოთხოვნა. ესე რომ არსებობს შესაძლებლობები, რომ ამ ქვეყნებში სარჩელები იქნას შეტანილი. ისრაელში, რა თქმა უნდა, ზიანის ანაზღაურების ოდენობა ყოველთვის ძალიან მცირეა ცილისწამების საქმეებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიმბოლურად სარჩელი შეიძლება იყოს შეტანილი. ნახეთ, მოდი ძალიან ნათლად ვთქვათ. რაც კრისტოფმა გააკეთა, იყო სრულიად ჟურნალისტურად უპასუხისმგებელი. რაც New York Times-ისთვის დამახასიათებელია. გახსოვდეთ, New York Times-ი იგივე გაზეთია, ებრაელების საკუთრებაში მყოფი გაზეთი, რომელმაც სტალინი შეაქო, მაშინ როცა ის 100,000-ობით უკრაინელს ხოცავდა. ეს გაზეთი ჰოლოკოსტის ამბავს 23 გვერდზე ათავსებდა და ისრაელის არსებობის უფლებას უარყოფდა. New York Times რეალური და აღქმული სანდოობის ყველაზე დაბალი თანაფარდობა აქვს მსოფლიოს ყველა გაზეთს შორის. ეს არის უკიდურესად საშიში მედია, მაგრამ ძალიან ფართოდ წაკითხული. ამიტომაც ძალიან გავლენიანია. არ იმსახურებს ესეთ გავლენას, მაგრამ მაინც აქვს. და როცა ყავს ადამიანი, როგორიცაა კრისტოფი, რომელიც ფაქტებს საკუთარ მოსაზრებად ასავებს, ის ამას აკეთებს. ის ამტკიცებს, რომ ეს არის მოსაზრებითი სტატია, მაგრამ შემდეგ მასში ამატებს თითქოს ფაქტებს, რომლებიც არასდროს გაივლიდა New York Times-ის ჟურნალისტურ სტანდარტებს. მაგრამ New York Times-მა ეს სტატია შეაფასა არა პირველი გვერდის ჟურნალისტური სტანდარტებით არტებით, არამედ 27 გვერდის მოსაზრებითი მასალის სტანდარტებით. მიუხედავად იმისა, რომ ის რაც მოყვანილია არის რეპორტაჟული და ვერ აკმაყოფილებს რეპორტაჟის სტანდარტებს არა მხოლოდ New York Times-ის, არამედ ნებისმიერი ჟურნალისტის. ჟურნალისტიკა. ეხლა მე მაქვს პროგნოზი. კარგი. შესაძლოა მან პულიცერის პრემია მოიგოს ამისთვის, რადგან პულიცერის პრემიის კომიტეტი მთლიანად იმავე მემარცხენე ძალების ტყვეობაშია, რომლებიც დღეს New York Times აკონტროლებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ზოგადი პრობლემა გვაქვს, რომელიც კრისტოფის სტატიამ გამოავლინა და წარმოაჩინა, მაგრამ ეს ბევრად სცდება კრისტოფს და New York Times. ამაში დაგეთანხმებოდით, ჩემი აზრი, რადგან ეს უფრო იურიდიული გადაცემაა, იყო ის, რომ ეს შეიძლება გამოიყენონ და სავარაუდოდ გამოიყენებენ კიდეც, როგორც მტკიცებულებას ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე საქმეებში. ეს ვერ იქნებოდა გამოყენებული, ეს იქნებოდა ირიბი ჩვენება. ეს ვერ იქნებოდა გამოყენებული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ან მსგავს სასამართლოში, მაგრამ შეიძლება გამოყენებული იყო როგორც საფუძველი შემდგომი ცილისწამებისთვის. ეს რომ ვიღაცა სხვა სპოლო ვინც ამბობს, შეხედეთ ამას. ცხადია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ავტორიზაცია მისცა ძაღლების გამოყენებას გაუპატიურებისთვის. იცი, მოდი ვივარაუდოთ ესეთი აშკარა თქვი ისინი იტყვიან, ღმერთო ჩემო, ჩვენ დავიხდებით New York Times
და ნამდვილად შეგიძლია ენდო New York Times ბოროტ განზრახულობის თავიდან ასაცილებლად. ამას გამაძლიერებელი ეფექტი აქვს და მეტიცინის სამება იქნება. უკვე ვნახეთ, როგორ გამოდიან ისინი ისრაელის წინააღმდეგ New York Times-ის სანდოობაზე ან აღქმულ სანდოობაზე დაყრდნობით. სწორედ ამიტომ არის ეს ასე საშიში. მარე გადავინაცვლებ იმ უფრო დიდ პრობლემაზე, რომელსაც თქვენ მიუთითეთ და რომელსაც ვფიქრობ მალე თქვენს კონტექსტში უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებთ. მაგრამ მინდა გკითხოთ, ყველა იმ უზუსტობის ფონზე, რაც შეიძლება დამტკიცდეს, იქნება ეს თავად მისტერ კრისტოფთან დაკავშირებით, რომელიც არამხოლოდ ისრაელზე, არამედ რომნიზე, მასაც ჰქონდა რამდენიმე სერიოზული საკითხი, რისთვისაც მას წარსულში მოუხდა ბოდიშის მოხდა და შესწორებების გამოქვეყნება. მას არ გამოუძიებია სხვა რეალური და ბევრად უფრო სანდო ბრალდებები გაუპატიურებასა და სხვა საკითხებზე იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ის უჭერს მხარს და ვინც მასთან ახლოსაა. ამიტომ თავად მან გამოიყენა საოცარი ორმაგი სტანდარტი იმაში, რას იკვლევს და რას აშოშუქებს. მაშინ კითხვა ისიც არის, ეხება ეს მას თუ New York Times, რადგან აშკარაა, რომ ეს გამომცემლობაა და მას უხდის. ის უხდის, მაგრამ სად გადის ის ზღვარი, რომლის გადაცირებაც გამოცემამ არ უნდა და ვერ უნდა შეძლოს, სანამ არ დაიწყებს პასუხისგებაში მიცემას უზუსტობებისთვის. უზენაესმა სასამართლომ ეს ზღვარი თითქმის შეუძლებელი გახადა მისაღწევად. ეხლა მაქვს საქმე შეერთებული შტატების სასამართლოში CNN-ის წინააღმდეგ. CNN-მა განზრახ, შეგნებულად და ბოროტი განზრახვით იცრუა, როცა მე შეერთებული შტატების სენატის წინაშე მილიონობით ადამიანის წინაშე ვთქვი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შესაძლებელია. და უნდა მოხდეს მისი იმპიჩმენტი, თუ ის ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას ან დანაშაულებრივთან მიახლებულ ქმედებას იმ კონსტიტუციური დებულების მიხედვით, რომელიც იმპიჩმენტს ითვალისწინებს ღალატის, ქრთამის ან სხვა მძიმე დანაშაულებისა და სამართალდარღვევებისთვის. შემდეგ ამ ორ ბოროტ მოქმედ და ყველაფრის საწინააღმდეგო მაუწყებელს უთქვამს, რომ დერშოვიცმა თქვა, თითქოს ტრამპს იმპიჩმენტი არ შეიძლება, თუნდაც მან ჩაიდინოს სერიოზული დანაშაულები, როგორიცაა გამოძალვა, მკვლელობა, გაუპატიურება, რაც გინდა დაასახელეთ. ეს იყო უბრალოდ განზრახ, შეგნებული ტყუილი და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ეს ტყუილი იყო. დაადგინეს, რომ ეს შემილახა რეპუტაცია, მაგრამ თქვეს, რომ ჟურნალისტები ძალიან სულელები იყვნენ იმის გასააზრებლად, რომ რასაც ამბობდნენ, არასწორი იყო. ამიტომ მათ არ ჰქონდათ ის ბოროტი განზრახვა, რაც ჩემთვის სარჩელის შეტანის საშუალებას მისცემდა. CNN-ისთვის კი ეს იყო სიბრიყვის დაცვის არგუმენტი. სწორედ ეს თქვენს ძირითადად. და ეს საკითხი ახლა უზენაეს სასამართლოშია. კარგი, მინდა ამაზე მეტი გავიგო, მაგრამ როგორ ადგენს სასამართლო ეგრეთ წოდებული ფაქტობრივ ბოროტ განზრახვას საერთოდ? როგორც ჩანს, როცა ამბობთ, რომ ეს მიუღწევად მაღალი სტანდარტია, როგორ შეძლებდით ამის დამტკიცებას, თუ ვინმე პირდაპირ არ დაძეწერს? მე ამას სტატიაში ჩავწერ და ამას მხოლოდ ბოროტი განზრახვით გავაკეთებ. ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან სასამართლოები ამ შემთხვევაში მოპასუხეთა უარყოფებს ეყრდნობიან წინა სასამართლო ფიცით ჩვენებებში. უარყოფები ძირითადად ამბობდა, ჩვენ ძალიან უცოდინარნი ვართ, ძალიან სულელები ვართ, ძალიან უგუნურნი ვართ, ძალიან არაინფორმირებულები ვართ. რომ გწოდნოდა დერშოვიცმა ეს გუშინ ტელევიზიით თქვა, რაც შოუყურეთ და ეს საკმარისი არ იყო. თუ ეს საკმარისი არ არის, არ ვიცი, უარყოფის პირობებში საერთოდ შეძლებ თუ არა მის დამტკიცებას. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთო, არის უარყო და შემდეგ ბოროტი განზრახვის საკითხზე იგება. ამიტომ, რაც უზენაეს სასამართლოს თხოვეთ, არის ის, რომ შეცვალოს სტანდარტი, როცა საქმე კერძო პირებს, როგორიც მე ვარ, ეხება. მათ შეუძლიათ მაღალი სტანდარტი დააწესონ, როცა საქმე მთავრობის წარმომადგენლების ან თავად მთავრობის კრიტიკას ეხება. მაგრამ როცა საქმე კერძო პირებზე თავდასხმას ეხება, მათ უნდა გახადონ უფრო შესაძლებელი ბოროტი განზრახვის დამტკიცება. ამჟამად ეს პრაქტიკულად შეუძლებელი. თქვენი აზრით, თქვენ საჯარო პირი ხართ. ეს ასეა? მე ნამდვილად საჯარო პირი ვარ, მაგრამ საჯარო მოხელე არ ვარ. ეს დიდი განსხვავებაა. როცა ამ განსხვავებას ვაკეთებთ ჩვენს არგუმენტში. საჯარო მოხელეებს იმუნიტეტი აქვთ. მათ წინააღმდეგ სარჩელი ვერ შეიტანება. მათ სახელმწიფო დაფინანსებას უჭერს მხარს. მათ აქვს მთელი რიგი ისეთი რამეების, რაც მე როგორც კერძო მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო პირი ვარ, არ მაქვს იმუნიტეტი. თუ დაბრუნდები და ვიტყვი, რომ CNN-ის რეპორტიორი სულელი და ბოროტი იყო, მათ შეუძლიათ მიჩიულა. ისინი ამას აშკარად არ აკეთებენ, რადგან იციან, რომ ეს სიმართლეა. მაგრამ მათ შეუძლიათ მიჩიულონ მე, მაგრამ ვერ უჩიულებდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ვერ უჩიულებდნენ სენატორს, კონგრესმენს. ესე რომ არსებობს დისბალანსი ერთი მხრივ არჩეულ პირებსა და მეორე მხრივ საჯარო მოხელეებს შორის. ამიტომაც ვიწყებთ ამ სარჩელს. არ ვიცი, წარმატებული იქნება თუ არა. ეს უზენაეს სასამართლოზეა დამოკიდებული. არსებობს ორი მოსამართლე, რომლებიც აშკარად ისურვებდნენ, რომ New York Times-ი სულივანის წინააღმდეგ და მისი მსგავსი საქმეები გარკვეულწილად შეიზღუდოს. მე ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწე ვიყავი, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა.
და ის მოსაზრება, რომელზეც მე ვმუშაობდი, მხოლოდ არჩეულ და დანიშნულ თანამდებობის პირებს ეხებოდა. ეს კერძო მოქალაქეებზე ავრცელდებოდა. ასე რომ ჩვენ ვცდილობთ დავაბრუნოთ ის იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო მაშინ, როცა მე მოსამართლის თანაშემწე ვიყავი, ახლობებით 60 რამდენი წლის წინაც იყო, 63 წლის წინ. მე ვნახე ინტერვიუ, სადაც თქვით, რომ ამ საკითხზე მუშაობდით. ფიქრობ უნდა ავხსნათ. შეიძლება არასრულსალივანი, მაგრამ ძირითადად მისი არსი და არგუმენტაცია, რადგან თქვენ ამბობთ, რომ ის და მისგან მომდინარე საქმეები დღეს თავისუფალი სიტყვის სტანდარტებს განსაზღვრავს. დიახ. სიტყვის თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის მრავალი იმ კითხვების გულში, რუსია რაც ახლა ამერიკელ ებრაელებს აქვთ. და არა მხოლოდ ამერიკელ ებრაელებს, არამედ ზოგადად იმ ადგილას, სადაც პრაქტიკულად აბსოლუტური სტანდარტი არსებობს. პირადად მე როგორც წესი მხარს უჭერ ამას, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ჩნდება რთული კითხვები, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ ამაზე. დიდი განსხვავება New York Times-ის სულივანის წინააღმდეგ საქმესა და მის გაგრძელებებს შევებს შორის. ზოგადად მე მხარს უჭერ New York Times-ის სულივანის წინააღმდეგ საქმეს. ჩვენ უბრალოდ ნავუხსნათ ეს, ვიდრე, იცით? კარგი, როცა ყავს საჯარო მოხელე, მაგალითად ქურდი, New York Times-ის სულივანის წინააღმდეგ საქმეში შერიფი სამხრეთის შტატში, რომელიც განცხადებებს აკეთებდა და New York Times-ი დაესხა ამ არჩეულ ან დანიშნულ მოხელეს უზენაესი სასამართლო. გადაწყვიტა, რომ იმისათვის, რომ მოიგო New York Times-ის წინააღმდეგ, უნდა დაამტკიცო არა მხოლოდ ის, რომ მათ მიერ ნათქვამი იყო მცდარი, არამედ შეგნებულად მცდარი, ან დაუდევრობით, ან ბოროტი განზრახვით მცდარი. ეს მისაღებია. მაგრამ შემდეგ ეს წესი გამოიყენეს იმ ადამიანებზე, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგალითად ვიღაც, ვის სახში შეიჭრნენ, ისინი თავად არ გამხდარან საჯარო პირები, მაგრამ მათ მიმართ იგივე სტანდარტი გამოიყენეს, რაც არჩეულ მოხელეს. ეს იყო დიდი შეცდომა. შემდეგ კიდევ უფრო შორს წავიდნენ და თქვეს, რომ ბოროტი განზრახვის დასამტკიცებლად ჩვეულებრივი სტანდარტებით კი არა, არამედ მკაფიო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცო. რაც ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე მხარეს შეუძლია უარყოს ეს. ეს არის New York Times-ის სულივანის წინააღმდეგ საქმიდან მომდინარე პრეცედენტები, რომელმაც ჟურნალისტებში გარკვეული კულტურა შექმნა. სადაც ისინი დაუსჯელად იტყუებიან და მათი გამომცემლებიც აძლევენ უფლებას დაუსჯელად იცრუა. რადგანაც იციან, რომ განსაკუთრებული გარემოებების გარეშე, მოქმედი სტანდარტების მიხედვით, ცილის წამების საქმეში გამარჯვებას ვერ შეძლებენ. როგორ გირჩევდით, რომ შევზღუდოთ ეს, ისე რომ ამავე დროს არ დავაზიანოთ ამერიკის უნიკალური გაგება სიტყვის თავისუფლების შესახებ. პირველ რიგში ამერიკას არ აქვს უნიკალური გაგება სიტყვის თავისუფლების შესახებ. ეს არის ანგლო-ამერიკული დასავლური დემოკრატიული სტანდარტი სიტყვის თავისუფლების. დიდ ბრიტანეთში ასე არ არის განხორციელებული. არა, მაგრამ იცით, პრაქტიკაში ამ სხვა ქვეყნების უმეტესობაში იმდენივე სიტყვის თავისუფლება არ ამდენით შეერთებულ შტატებში. სტანდარტები განსხვავებულია და სარჩელები შეიძლება განსხვავებული იყოს. მე ნაწილს შევინარჩი და შევინარჩუნებდი, მაგრამ არა ყველაფერს. არ ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა, რომ ბოროტი განზრახვა უნდა დამტკიცდეს ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებით, უნდა ვრცელდებოდეს არაოფიციალურ პირებზე, ჩვეულებრივ ამერიკელებზე, რომლებსაც ყოველთვის არ აქვთ ის რესურსები, რაც მთავრობას აქვს და არ აქვთ ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რაც მთავრობას აქვს. მთავრობას აქვს, მაგალითად, ავიღოთ სენატორები. სენატორებს შეუძლიათ თქვან და პრაქტიკულად გააკეთონ ყველაფერი სენატის დარბაზში. ისინი სრულიად იმუნიტეტით სარგებლობენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათზე უნდა გავრცელდეს ყველაზე მკაცრი კონტროლი. მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, თუნდაც ისინი საჯარო ყურადღების ცენტრში იყვნენ, არ აქვთ იგივე პრივილეგია. და მე ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლება მცირდება და არ ხორციელდება, როდესაც სარჩელის შეტანა ძალიან რთულია და მედია წახალისებულია, რომ ტყუილები გაავრცელოს საკუთარი ნარატივის სასარგებლოდ. და ვფიქრობ, ქრისტოფის საქმე ამის იდეალური მაგალითია. ზოგიერთ ქვეყანაში შეგიძლია სარჩელი შეიტანო, მაშინაც კი თუ ხარ ქვეყანა, ორგანიზაცია ან თუნდაც იდეა. კანადაში მაგალითად არსებობს სიძულვილის ენის დანაშაულები, რომლებიც ებრაელი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმას სჭია. ამერიკაში ესე არ არის. შეგიძლია ებრაელ ხალხს დაუსჯელად დაესხა თავს. შეგიძლია დაბეჭდოს სიონის უხუცესთა პროტოკოლები ისე, რომ არ არსებობდეს რაიმე სამართლებრივი გამოსავალი. და ვფიქრობ, ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ეს ძალიან შორს მიდის. თქვენ ფართოდ განიხილეთ სკოპის საქმე, რაზეც ახლა მინდა თქვენთან ერთად ვისაუბრო. ჩემთვის საინტერესო იქნება შეიცვალა თუ არა თქვენი შეხედულებები სიტყვის თავისუფლებაზე სკოკის საქმის შემდეგ, რომელიც უნდა აღწეროთ და დღევანდელ ეპოქაში. კარგი, სკოკის დროს მე ვიყავი ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის ეროვნული საბჭოს წევრი
და ძლიერ უჭერდი მხარს ამ ნეონაცისტი ბანდიტების უფლებას, რომ სკოკის ქუჩებში, სადაც ბევრი ჰოლოკოსტის გადარჩენილი ცხოვრობდებინათ, თავიანთი საშინელი ანტისემიტური განცხადებები. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იმ დროს ნაცისტები არ წარმოადგენდნენ საფრთხეს სკოკის მოსახლეობისთვის ან ამერიკელებისთვის. ისინი გამაღიზიანებლები და რთულები იყვნენ, მაგრამ მაშინ ანტისემიტიზმს არავინ უჭერდა მხარს. მე არ შევცვლივარ, ჩემი შეხედულებები საერთოდ არ შეცვლილა, მაგრამ სოფლიო შეიცვალა. და დღეს სკოკიში იგივე განცხადებების დაკეთება, როგორიც მაშინ კეთდებოდა, შეიძლება ბევრად უფრო დიდ საფრთხეს უქმნიდეს ებრაულ საზოგადოებას, ძალადობის, სინაგოგებზე თავდასხმისა და ინდივიდებზე თავდასხმის თვალსაზრისით. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ კონტექსტი, უნდა შეხედოთ რეალობას. და ვფიქრობ, სკოკის შემდეგ სოფლიოში არსებული რეალობა შეიცვალა. ამიტომ ვფიქრობ, რომ კანონი იგივეა და წესებიც იგივე უნდა იყოს და მაშინაც კი სკოკის შემთხვევაში მე მაინც დავიცავდი ამ პოზიციას. მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური ებრაელების წინააღმდეგ ანტისემიტური ფიზიკური ქმედების, საქური ქმედებების წაკეზება უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს და უფრო მეტად ექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას. რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ორგანიზაცია. სინამდვილეში დიდად ვერ განვითარდა. მას ერქვა დაარტყი ებრაელს გიჩივლებს. და ჩვენ გვინდოდა სამართლებრივი ზომები მიგვეყო ყველას წინააღმდეგ, ვინც ბრუკლინში ან სხვაგან ინდივიდუალურ ებრაელს თავს დაესხმებოდა. და ეს თავდასხმები გაიზარდა. და დღეს ამას მთელ მსოფლიოში ვხედავ, განსაკუთრებით ინგლისში, სულ უფრო მეტად კანადასა და ავსტრალიაში და რა თქმა უნდა შეერთებულ შტატებში. ესე რომ ებრაელები დღეს უფრო დაუცველები არიან, ვიდრე 1932 წლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ეხლა მინდა რომ ეს ნათლად ვთქვა. მე 1932 წელზე ვსაუბრობ, არა 1936-ზე, არა 1939-ზე, არა 1942-ზე, 32 წელზე ვსაუბრობ, როცა ჰიტლერი აირჩიეს. დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიტლერის მსგავს ადამიანებს, რომლებიც მეინსა და მიჩიგანში თანამდებობაზე იხდიან კენჭს, სადაც 1932 წელს ებრაელი სტუდენტები დისკრიმინაციას განიცდიდნენ. ამას ვხედავთ უნივერსიტეტების კამპუსებშიც. ჩვენ ვხედავთ სტუდენტთა მიღების შემცირებას ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჰარვარდი და იელი. მაშ, ვართ თუ არა 1932 წელს? ჩვენ ჯერ არ ვართ 1936-ში, მაგრამ ნამდვილად ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რასაც ებრაული თემები მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში 1932 წელს განიცდიდნენ. თქვენი აზრით, რას უნდა ცდილობდეს ებრაული საზოგადოება, რაც შეეხება სიტყვის სტანდარტებს? მაგალითად, იცით, ბევრი რამ არის, რაზეც პირადად არ ვეთანხმები, მაგალითად, თავისუფალი პალესტინა ან მდინარეიდან ზღვამდე. რაც დღეს ფიქრობ თუ უშუალო ფიზიკური საფრთხე არ ჩანს, უბრალოდ პოლიტიკურ გამოხატვად ითვლება. მაშინაც კი, როცა მიტინგები, იცით, გარკვეულწილად საფრთხის შემცველია ებრაული საზოგადოებრივი სივრცეებისთვის და ასე შემდეგ. პირველ რიგში ჩვენ გვაქვს დროის შეზღუდვები. წესები და ადგილი. ხო, მაგალითად, როცა ბანდიტები მოდიან ჩემი სინაგოგის პარკისტის წინ ნიუ-იორკში და ემუქრებიან ხალხს, პოლიცია რაღაც ბარიერებს აყენებს. ჩვენ არ გაქვთ უფლება მიუახლოვდეთ ხანდაზმულ ებრაელს, რომელიც შაბათს სინაგოგაში მიდის და სახეში მიეჭრათ და ემუქროთ ან შეაშინოთ. რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს არის ის, რომ დადგეთ სინაგოგიდან 100 იარდის მოშორებით და გეჭიროთ პლაკატები წარწერებით. ებრაელები ბოროტები არიან, სიონის უხუცესთა პროტოკოლები, იცით, სტოკოლები, იცით, ისრაელები ძაღლებს იყენებენ გაუპატიურებისთვის. შეგიძლიათ ესე მოიქცეთ, სანამ მოშორებით გახართ და ფიზიკურად ან თუნდაც ფსიქოლოგიურად არ აშინებთ ადამიანებს და არ უზღუდავთ მათ პირველ შესწორებაში გარანტირებულ რელიგიის თავისუფლებას. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც აღარ დადის სინაგოგაში, რადგან ეშინია რა შეიძლება დაემართოს თუ სინაგოგაში მივა. მათ ეშინია პირველ რიგში, რომ სინაგოგას იარავით ან ბომბით დაესხმებიან თავს. მაგრამ უფრო ნაკლებად დრამატულადაც კი, ეშინიათ, რომ სინაგოგისკენ მიმავალ გზაზე დააშინებენ. თავს დაესხმებიან, უკვირიან, აგინებენ. ამიტომ შესაძლებელია, რომ კონდეს როგორც სიტყვის თავისუფლება, ასევე რელიგიის თავისუფლად განხორციელება. თუ მოთხოვნი პროტესტის მონაწილეებს, რომ დადგნენ გარკვეულ მანძილზე, ისე როგორც დღეს უნდა იდგნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან. ვერ მივაფლოვდები პრეზიდენტს და ვერ უყვირი იმ სიტყვებს, რასაც ხალხი პრეზიდენტებს უყვირის, უნდა იდგე მისგან მოშორებით. იქ, რა თქმა უნდა, არსებობს განსაკუთრებული საჭიროება პრეზიდენტის დაცვის, მაგრამ ასევე არსებობს განსაკუთრებული საჭიროება სინაგოგაში, მეჩეთში და ეკლესიაში მისული ადამიანების დაცვისაც. ფიქრობ, ძალიან ყურადღებით უნდა შევხედოთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ეხება დროის, ადგილისა და ფორმის შეზღუდვებს სიტყვის თავისუფლებაზე.
რომლებიც არ ეხება თავისუფალი სიტყვის შინაარსს. ეს რომ თქვენ გაქვთ უფლება იყვირო, პალესტინა იქნება თავისუფალი მდინარიდან ზღვამდე. და სხვათა შორის სტანდარტი უნდა იყოს იდენტური. თუ შეგიძლიათ ეს ვთქვათ ებრაელებზე, უნდა შეგეძლოთ იგივე ვთქვათ შავკანიანებზე. უნდა შეგეძლოთ ვთქვათ ეს ქალებზე. უნდა შეგეძლოთ ვთქვათ ეს გეებზე. არ შეიძლება იყოს ერთი წესი ებრაელებისთვის. და სწორედ ასეა დღეს უნივერსიტეტებში. დღევანდელ უნივერსიტეტებში თუ რომელიმე სტუდენტი იმას ითხოვდა შავკანიანებზე, ქალებზე, ან გეებზე, რასაც ებრაელებზე ამბობენ, ას გარიცხავდნენ. მაგრამ როცა ამას ებრაელებზე ამბობენ, არ გარიცხავენ, რადგან თუ ამას შავკანიანებზე იტყვი, რა თქმა უნდა ეს რასიზმია. მაგრამ თუ ამას სიონისტებზე იტყვი, ეს აღარ არის რასიზმი, ეს პოლიტიკურია. თუნდაც თქვა, რომ სიონისტები ჰარლემში გაფუჭებულ ხორცს ყიდიან და ჩვენს შავკანიან ხალხს ავიწროებენ, როგორც კოფი კარმაიკელი ამბობდა, ან თუ იტყვი, როგორც თაკერ კარლსონი ამბობს, რომ ეს სიონისტებია და არა ებრაელები. არასდროს მithქვამს ებრაელებზე ცუდი რამ თქვა თაკერ კარლსონმა. ეს სიონისტებზე. ვინებით საკონტროლებენ მედიას, ქვეყანას და ეკონომიკას, ყველა ეს რამ. ეს სიონისტებია, ვინც მონათა ვაჭრობა ამერიკაში მოიტანა, როგორც ლუის ფარაკანი ამბობს. დღეს თუ სიტყვა სიონისტს გამოიყენებ, კოლეჯის კამპუსებში თავისუფალი ხარ. არა, ეს არ უნდა იყოს წესი. შეხედეთ კალიფორნიის უნივერსიტეტს დღეს. თქვენ ვერ ისაუბრებთ დაახლოებით 13 კლუბში. ესენი ოფიციალური კლუბებია, რომლებიც სახელმწიფო და ფედერალური თანხებით ფინანსდება. კალიფორნია სახელმწიფო უნივერსიტეტია. თქვენ ვერ ისაუბრებთ ამ 13 კლუბში თუ სიონისტი ხართ. და რას ნიშნავს თუ სიონისტი ხართ, ისტი ხართ? ეს ნიშნავს, რომ თუ ებრაელი ხარ და ისრაელზე უარი არ გითქვამ, შენ სიონისტად მიგიჩნევენ. ასე რომ სიტყვა სიონისტს იყენებენ როგორც საფარველს ან ეუფემიზმს. მათ მიეცათ საშუალება ებრაელებზე თქვან ისეთი რამეები, რასაც შავკანიანებზე, გეებზე, იმიგრანტებზე, ლათინოამერიკელებზე ან სხვებზე ვერ იტყოდნენ. ალბათ არათანაბარი აღსრულება ის საკითხია, რომელსაც ან შტატის დონე, ან ფედერალური დონე შეიძლება მიხედოს. მაგრამ ისინი საკმარის არ აკეთებენ იმისთვის, რომ ერთი სტანდარტი მოითხოვან. უმეტესობა სკოლებისა საერთოდაც არ ითხოვს ერთიან სტანდარტს. იმედი მაქვს, რომ იმ მოლაპარაკებების ნაწილი, რომლებიც დღეს მიმდინარეობს ფედერალურ მთავრობასა და ჰარვარდის მსგავს სკოლებს შორის, ერთიანი სტანდარტის მოთხოვნასაც მოიცავს. არ არის საკმარისი უბრალოდ ანტისემიტიზმის განსაზღვრება მიიღონ, ეს უნდა იყოს იდენტური სხვა ანტიჯგუფების მიმართაც, რომლებსაც კამპუსზე საუბრის უფლება არ ექნება. დღევანდელი უნივერსიტეტის პროფესორები ვერ იტყოდნენ სამხრეთ აფრიკაზეც კი იმას, რასაც ისრაელზე ამბობენ. რადგან თუ ეს სამხრეთ აფრიკაზე ითქვება, ამას რასისტურად ავიქვამენ. რადგან სამხრეთ აფრიკა ძირითადად შავკანიანთა ქვეყანაა. ისრაელი კი ძირითადად ებრაელთა. ისრაელზე კი რაც გინდა იმას იტყვი. ესე რომ ეს არის ერთიანი სტანდარტი, რომელიც არამხოლოდ იურიდიულად, არამედ მორალურადაც ებრაელებსა და ებრაელი ხალხის ეროვნულ სახელმწიფოს უნდა დაუწესდეს. მაშ, კიდევ ერთი კითხვა მაქვს ამ თემაზე, სანამ გადავიდოდე იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლოს კარგი სიტყვა ცუდ სიტყვას, რასაც თქვენ მუდმივად უსვამთ ხაზს. რასაც მესვე თახმები. მაგრამ იყო ერთი მსმენელი, რომელმაც მომწერა, როცა მქონდა მონოლოგი, სადაც საკმაოდ მტკიცედ დავიცავი სიტყვის თავისუფლება, სიტყვის აკრძალვების წინააღმდეგ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ ისინი რეალურად მუშაობენ და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასია გამოხატვის თავისუფლება. ვეთანხმები. და ვფიქრობ, რომ ისინი ყურადღებას გვაცდენენ იმაზე, რაც რეალურად გასაკეთებელია. მაგრამ მან საინტერესო სირთულე წამოჭრა. მან თქვა, არსებობს ერთგვარი ჯამური მეთქვების შემოწყალების პრობლემა. მაგალითად, იცით, თუნდაც ისეთი საშინელი რამის თქმა, როგორიცაა, ყველა სიონისტი უნდა მოკვდეს. თავისთავად არ არის აუცილებლად სიტყვის თავისუფლების დარღვევა. მაგრამ თუ შენს გვერდით მდგომი პროტესტზე ასევე იტყვის, აი ის კაცი იქ ის სიონისტია, მაშინ მთლიანობაში რაც გაქვს, ეს არის ფიზიკური მუქარა. როგორ უნკლავდები ამას? რადგან ვერც ერთი მათგანი აუცილებლობით არ ამბობს რამეს, რაც არალეგალურია. ფიქრობ ამას კონტექსტში უნდა შეხედო. სიტყვაზე ფიქრობ არა იზოლირებულად, არამედ კონტექსტში. და თუ ორი ადამიანი ერთად დგას, ერთი ამბობს, ებრაელები უნდა მოკვდნენ, ხოლო მეორე ამბობს, აი ესენი არიან ებრაელები. რა თქმა უნდა, თუ ისინი ერთად მოქმედებენ, ეს საკმარისია, რომ შეთქმულების ბრალდებით პასუხისგებაში მისცენ. მაგრამ დაუშვათ ისინი ცალ-ცალკე მოქმედებენ. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ. და ერთი ჯგუფი ყვირის მოკალით სიონისტები. და მეორე ჯგუფი ამბობს, აი სიონისტები, ეს სიონისტია. ეს ბიჭი სიონისტია. ეს რთული კითხვა. თუ ისინი გააგრძელებენ, პირველი ჯგუფი აგრძელებს ყვირილს, მოკალით სიონისტები, მას შემდეგ რაც მეორე ჯგუფი მიუთითებს, ვინ არიან სიონისტები. ეს საკმარისია ბრანდენბურგის გადაწყვეტილებით დადგენილი დაუყოვნებელი ზიანის წაქეზების სტანდარტით ქმედება დანაშაულად ჩაითვალოს.
ასე რომ ეს ძალიან კარგი კითხვაა. ეს იმ ტიპის კითხვაა, რომელსაც გამოცდაზე დავსვამდი, როცა ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში ვასწავლით. კარგი, ამ კითხვას დაუბრუნებ დანიელ როტენბერგს, რომელმაც დასვა, მაგრამ მე არ მსმენია ბევრი შემთხვევა, სადაც ამ თეორიას მისდევდნენ. ასე რომ თუ ესეც დაიწყება, დიდი დამსახურებაა მისთვის. კარგი, ეხლა კარგი სიტყვა ცუდი სიტყვის წინააღმდეგ. ვიტყოდი, რომ ჩემი კითხვა აქ ესეთია და ითითით საკუთარ მიდრეკილებებს ვეწინააღმდეგები. ჩემი კითხვა ესეთია. კარგი სიტყვა ცუდი სიტყვის წინააღმდეგ. ეს არგუმენტი საუგუნეებს ითვლის. და ეხლა სხვა მედია გარემოში ვცხოვრობთ, სოციალურ მედიაში, ყველაფერი წამებში ვირუსულად ვრცელდება. თუ კონტექსტზე გსურთ საუბარი, შეგვიძლია ვისაუბროთ ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც ისტორიულად ბევრად ნაკლებად ინფორმირებულია წინა თაობებთან შედარებით. მომეცით ერთი წამით შევაჩერო საუბარი, უბრალოდ ერთი რამ მინდა აღვნიშნო. რა თქმა უნდა. თაობაზე თუ საუბრობთ, ისინი დღეს ამერიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. იცით, როცა მე ვიზრდებოდი, ყოველთვის ვამბობდით, არენდო არავის, ვინც 30 წელს გადაცილებულია. ეხლა კი უნდა იფიქრო 30 წლამდე ადამიანებს. მოდით გავიხსენოთ, ვინ მოიყვანა ჰიტლერი ხელისუფლებაში. ახალგაზრდა სტუდენტები მიუნხენის უნივერსიტეტში, ბერლინის უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. ვინ მოიყვანა სტალინი ხელისუფლებაში? ახალგაზრდა რევოლუციონერები სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, მოსკოვის უნივერსიტეტში, ეთში. ვინ მოიყვანა კასტრო ხელისუფლებაში? განსაკუთრებით ახალგაზრდა სტუდენტები. ვინ მოიყვანა პოლ პოტი ხელისუფლებაში? ვინ მოიყვანა ხელისუფლებაში ბევრი ყველაზე ბოროტი ადამიანი, რომლებმაც ამდენი ადამიანი მოკოკლეს? ახალგაზრდები. ესე რომ არასოდეს მისცეთ ადამიანებს უფლება, ახალგაზრდობას საბაბად გამოიყენებენ. ახალგაზრდობა შემამსუბუქებელი ფაქტორი არ არის. ისტორიულად ეს დამამძიმებელი ფაქტორია. მოდით ისეთივე ყურადღება მივაქციოთ 16, 17, 18, 20 წლამდელებს, როგორც 50 ან 60 წლამდელებს. ისინი წარმოუდგენელ საფრთხეს წარმოადგენენ. ასევე ისინი მომავალს წარმოადგენენ, მაშინ როცა უფროსი ადამიანები წარსულს წარმოადგენენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ებრაელებისთვის და ყველა ადამიანის თავისუფლებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე მოდის ახალგაზრდებისგან. ახალგაზრდა უცოდინარი, უგუნური ადამიანებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ აქვს სათნოებაზე მონოპოლია. მოდის დავწმუნდეთ, რომ ყურადღებას მივაქცევთ მათაც, ისევე როგორც უფროს ადამიანებს. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, მაშინ ჩნდება კითხვა. რეალურად დღეს ცუდ სიტყვას კარგით ვასუხობთ. მე ასე ვფიქრობ, განსაკუთრებით ებრაელებსა და ისრაელთან დაკავშირებულ საკითხებში. ის დიდი ხანია თავდაცვით პოზიციაშია, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ბევრი იმ საკითხზეც, რომლებიც ჩემთვის უფრო ფართო მნიშვნელობისაა თავისუფლების სამყაროში. და მაინტერესებს საჭიროა თუ არა თეორიის ადაპტაცია ან მისადაგება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სოციალურ ტენდენციებზე. თუ შეგვიძლია უბრალოდ თქვათ და ავიჯეროთ და ხმამაღლა გამოვაცხადოთ ჩვენი სიმართლე და ვიმედოვნოთ, რომ ეს საკმარისი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ? სიტყვის თავისუფლება პოლიტიკის კონტექსტის საკითხია. ყველაზე სულელური განცხადება, რაც კი ოდესმე ჭკვიან ადამიანს უთქვამს სიტყვის თავისუფლებაზე, რა თქმა უნდა, ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა გააკეთა, როცა თქვა, რომ სიტყვის თავისუფლების ყველაზე უკიდურესი ხედვაც კი არ იცავს ადამიანს, რომელიც ცრუად ყვირის ცეცხლი ავსავს თეატრში. რა წარმოუდგენლად სულელური განცხადებაა. ეს არის ყველაზე ხშირად ციტირებული განცხადება სიტყვის თავისუფლებაზე სიტყვის ისტორიის განმავლობაში და ის 60 IQ-ის გამომოცდასაც კი ვერ გადის. რა თქმა უნდა, სავსე თეატრში ცრუად ყვირილი ცეცხლიაო საერთოდ არ არის გამოხატვა. ეს იგივეა, რაც განგაშის ღილაკის დაჭერა. არავინ იტყვის, რომ ცრუად განგაშის ღილაკის დაჭერა, რომელიც არის გამოხატვა, ეს არ არის გამოხატვა. არანაირი განსხვავება არ არის ცეცხლიაო ყვირილსა და უბრალოდ რს შორის. სრულიად არანაირი განსხვავება არ არის. ესე რომ ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა საზოგადოება მოატყუა თავისი ცეცხლიაო ყვირილით. არასდროს მინდა რომ ისევ გამოიყენოს ეს ანალოგია. ეს ყველაზე სულელური ანალოგიაა, ოდესმე უზენაეს სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოყენებული და ამან ყველაზე მეტი ზიანი მიატენა სიტყვის თავისუფლებას. მოდი გავიხსენოთ საქმე, რომელმაც ეს გამოიწვია. საქმე, რომელმაც ეს გამოიწვია, იყო პირველი მსოფლიო ომის საწინააღმდეგო დემონსტრანტების ჯგუფი, რომლებიც გაწვევის ცენტრის გარეთ იდგნენ და ფლაიერებს არიგებდნენ. ფლაიერებს არ ყვიროდნენ, უბრალოდ ფლაიერებს არიგებდნენ. ფლაიერში ეწერა, რომ თქვენ გაქვთ კონსტიტუციური და საკანონმდებლო უფლება არ შეუერთდეთ სამხედრო ძალებს, თუ სინდისის მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარს ამბობთ. და სწორედ ამ ფლაიერების დარიგებისთვის გაასამართლეს და მსჯავრი დასდეს ისინი. და ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა თქვა, რომ ეს იგივე იყო, რაც თეატრში ცეცხლი დაყვირება. არა, ეს უფრო გავდა ფლაიერის დარიგებას თეატრის წინ, სანამ შიგნით შეხვალ და ეტყვი, ფრთხილად იყავი ამ თეატრში შესვლაზე. არსებობს სამშენებლო და ხანძრის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება თქვენ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააბეროს. ასე რომ მოდი აღარ გამოვიყენოთ ეს ცნება, თითქოს ვინმე თეატრში ცეცხლს ყვირის. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი. კონტექსტი ყველაფერია სიტყვის თავისუფლების სფეროში. ეხლა
კონტექსტები იცვლება და მიდგომებიც იცვლება. ზოგიერთმა სასამართლომ აღიარა, რომ ინტერნეტი ცხადია ყველაზე მნიშვნელოვანი ცვალებადი კონტექსტია, რომელსაც დღეს ხედავთ. რანი ჩერჩილი იყო ის თითქმის 100 წლის წინ ცნობილი სიტყვები თქვა. სიტყვა იცით, სიცრუე ნახევარ მსოფლიოს შემოუვლის, მანამ სანამ სიმართლე ფეხსაცმელს ჩაიცვამს. ხო, მაშინ ეს მართალი იყო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, დღეს ინტერნეტის პირობებში რამდენად უფრო მართალია ეს. ამიტომ უნდა მოვარგოთ გამოხატვის წესები ინტერნეტის რეალობას. როგორი იქნებოდა ეს? როგორი იქნებოდა ეს? ეს იქნებოდა იმის აღიარება, რომ კარგი სიტყვა ყოველთვის ვერ აუქმებს სուთ სიტყვას. გაგიძლევთ სრულყოფილ მაგალითს. ჩემ შემთხვევაში მე სრულად დამადანაშაულეს იმაში, რომ სექსი მქონდა იმ ადამიანთან, ვისაც არასდროს შევხვედრი ვარ. არც კი მსმენია მის შესახებ. ეს იყო პირველი გვერდის ამბავი. და შემდეგ, როცა მან უარყო ეს ამბავი და ფაქტობრივად თქვა, რომ შეიძლება შემეშალა ან სხვა ვინმეში ამერია, მე ყველა ბრალდებას ვხსნი, ყველა ჩემს განცხადებას ვხსნი. როცა გაჩნდა ინფორმაცია, რომ მისი საკუთარი ადვოკატის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერი არსებობდა, სადაც ადასტურებდა, რომ ეს ამბავი ვერ იქნებოდა სიმართლე, ეს უკვე 88 გვერდის ამბავი გახდა. ამინდის პროგნოზის ქვემოთ. ესე რომ კარგი სიტყვის სიმართლემ ვერ აჯობა ცუდ სიტყვას. დღემდე 92nd Street Y-ში არ ვიშვებენ. მე აკრძალული ვარ Temple Emmanuel-დან. მე აკრძალული ვარ რამაზის საშუალო სკოლიდანაც. ნანაც, ნაწილობრივ მაინც. სწორედ ამ სრულ ბრალდებების გამო ჩემს ვიმართ. ჩემმა შვილებმა ამის გამო იცუნიეს ტკივილი, ჩემმა ოჯახმა, ჩემმა მეუღლემ ამ ბრალდებების გამო იცუნიეს ტანჯვა. და მაინც სიმართლე ჯერ კიდევ ვერ დაეწია სიცრუეს. მესმის სრული და აბსოლუტური სიტყვის თავისუფლების რისკები. თუმცა ამავე დროს უჭერ მხარს მას, როგორც პირველი შესწორების მხარდამჭერი. ეს ნიშნავს, რომ სტანდარტები იცით იმ გამონაკლისების გარდა, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. აუცილებელი არ არის შეიცვალოს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ ყველაფრის ფასი გადავიხადოთ და უბრალოდ გავაქცევოთ გზა. მზად უნდა ვიყოთ, რომ ახალ რეალობებს მოვერგოთ, რაც შეიძლება საჭირო გახდეს მტკიცებულების სტანდარტების შეცვლა. რაც შეიძლება საჭირო გახდეს, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული იურიდიული გამიდგომის გარკვეული ასპექტები შევცვალოთ ისე, რომ ძირითადი არსი არ დავაზიანოთ. სიტყვის თავისუფლების ძირითადი არსი ისაა, რომ აზრის გამოხატვა არასოდეს უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო. ეს არის მთავარი. აზრის გამოხატვა არასოდეს უნდა შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ. ყველაფერი დანარჩენი მეორე ხარისხოვანია მის მიმართ. ამიტომ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ამ მეორე ხარისხოვან საკითხებს და არა მთავარს. კარგი. ასე რომ, უფრო ფართო კონტექსტში სიტყვაზე, მეტადაც კი უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხზე. თქვენ ასევე ახსენეთ დენ დაიკერთან და ხალითთან საუბარში, რომ ინსტიტუციური ომის შესახებ ისაუბრეთ, რაც კრისტოფის სტატიაში ვიხილეთ, სადაც იდეოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებები შემდეგ სისტემატურად ლეგიტიმდება პრესტიჟული გამოცემების მეშვეობით. და საუბრის მიხედვით, ასე ჩანდა, რომ ამისთვის ძალიან ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობდა. და, რა თქმა უნდა, ებრაული არასამთავრობო ორგანიზაციების სამყაროში ბევრი კვლევაა ჩატარებული, რაც ამ ფაქტს ადასტურებს. თქვენი აზრით, ებრაული სამყარო რას აკეთებს სწორად ამ გამოწვევის დასაძლევად და რას აკეთებს არასწორად? სად კარგავს ენერგიას და სად უნდა მიმართოს ის? პირველ რიგში ჩვენი ყველაზე დიდი მტრები ებრაულ სამყაროში არიან. ჩვენი ყველაზე დიდი მტრები ალ-ჯაზირა არის. ჩვენი ყველაზე დიდი მტრები არიან Haaretz-ი, Jewish Daily Forward-ი, Peter Beinart-ი, J Street-ი. ებრაული ხმა მშვიდობისთვის, ბევრი რეფორმისტი, რაბინი. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ებრაულ საზოგადოებაში. ომარ ბარტოვი ადამიანები, რომლებიც, იცით, ომარ ბარტოვი უარყოფს ისრაელის შექმნის ისტორიას. ის ამბობს, რომ იცით, ისრაელი შეიქმნა რაღაცა ჰოლოკოსტის მსგავსი მოვლენაზე, ნაკბაზე დაყრდნობით. გულისხმობის სიცრუეები, რომელსაც ავრცელებენ ებრაელები, რომლებიც საკუთარ ებრაელობას იყენებენ როგორც საფარს თავიანთი სიძულვილისთვის. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა. ეხლა ჩვენ ყავს მტრები, რომლებიც ებრაელები არ არიან, ქრისტო, რა თქმა უნდა. მაგრამ შინაური მტრები ბევრად უფრო სერიოზულები არიან. თუ მკითხავთ, რომელი ორგანიზაცია ავნებს ებრაელებს და ისრაელს ყველაზე მეტად მთელ მსოფლიოში, ვითხოვდი, რომ ეს არის J Street-ი. ისრაელის ელჩმა შეერთებულ შტატებში შეიძლება გადაჭარბებულად თქვა, როცა განაცხადა, რომ J Street-ი კიბოა. მაგრამ ნამდვილად, ხო, J Street-ი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ორგანიზაციაა, რაც კიდევ მე არსებობდა.
ეს გავს იმ ადამიანებს, რომლებიც ინკვიზიციის დროს ებრაელებიდან ანტიებრაელებად გადაიქცნენ და ომში იარაღად იქცნენ. ან სისხლისცილის სამების საქმეების დროს, როცა ყოფილი ებრაელების წინააღმდეგ მოწმობდნენ და ამბობდნენ, დიახ, მართლა კლავდნენ ქრისტიან ბავშვებს მათი სისხლისთვის. აი ამას აკეთებენ ეს ებრაელი მოღალატეები. და J Street-ი მათ შორის ლიდერია. Peter Beinart ერთ-ერთი მათგანია. ომარ ბარტოვი, ნორმან ფინკელშტეინი, ნოამ ჩომსკი. ასე რომ, ჯერ ჩვენი პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეგობრები არიან და მტრებს საბრძოლო მასალას აწვდიან, ყველაზე უარესები არიან. არ ვიცი ვეთანხმები თუ არა ამ ყველაფრის იერარქიას, მაგრამ კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას ისურვებდით? ფიქრობ, უნდა ვიყოთ უკეთესად მომზადებულები, რომ სიცვეს სიმართლით უპასუხოთ. ისეთი მზად არ ვართ, როგორიც შეგვეძლო ვიყოთ. და ჩვენც ხომ იცით, მტერს თავისი ინსტრუმენტები აქვს. მათ ყავთ New York Times-ი, ყავთ CNN. მათ ყავთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან მაშინვე მიიღონ ანტიისრაელური განცხადებები. ჩვენ მხარეს ესეთი რამ არ გვაქვს. როცა წერს საავტორო სტატიას ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, როგორიც ქრისტოფია, მე მაშინვე არ მაქვს ადგილი, სადაც მას გამოვაქვეყნებ. არ არსებობს ადგილი, სადაც კარგის სიტყვა მაშინვე პოულობს თავშესაფარს. ესე რომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა ავაშენოთ კომუნიკატორების ქსელი, რომელიც ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც ის ქსელი, რომელიც ჩვენ გვეწინააღმდეგება. ჩვენ საშინლად ვუშაობთ, იცი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც მედიის კონტროლში ადანაშაულებენ. ჩვენ თვითონაც კი ვერ ვახერხებთ მედიაში მოხვედრას. როგორც ჩანს, უფრო მეტ სირთულეს ვაწყდებით, ვიდრე ამ შოუს დასაწყისში ვახსენე, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მადლობელი ვარ, რომ დღეს მოხვედი. კარგი, არ მინდა რომ საუბარი სრული პესიმიზმით დავასრულო. არა, მაშინ აუცილებლად ოპტიმისტურად დაასრულე ჩვენი საუბარი. ეს მინდა. იცით, ისრაელში ამბობენ, რომ პესიმისტი ის ადამიანია, ვინც ამბობს, ყველაფერი ისე გააფუჭეთ, რომ აღარ გაუარესდება. ოპტიმისტი კი ამბობს, კი, შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გაუარესდეს, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ შეიძლება გაუმჯობესდეს. ფიქრობ, ადრე ვილაპარაკე ახალგაზრდებზე და იმაზე, თუ რამდენად საშიში იყვნენ ზოგიერთი ახალგაზრდა თავისუფლებისთვის წლების განმავლობაში. მაგრამ ერთ-ერთი რამ, რაც 7 ოქტომბერმა გააკეთა, გარდა იმისა, რომ ბევრი ადამიანი ისრაელის წინააღმდეგ განაცხო, არის ის, რომ მან გაამყარა ისრაელის მხარდაჭერა ბევრ ახალგაზრდა ებრაელში უნივერსიტეტების კამპუსებზე. და ებრაული ორგანიზაციები, როგორიცაა ხაბადი, Stand With Us-ი და სხვები, გაცოცხლდნენ და ძალიან აქტიურები და მხარდამჭერები გახდნენ ებრაული საქმეების მიმართ ისრაელში. ესე რომ მე ვხედავ ზოგიერთ ახალგაზრდაში ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ ასევე ვხედავ პესიმიზმის საფუძველსაც. ესე რომ მე დავასრულებ შერეული განწყობით. და მე დავასრულებ ოპტიმისტური განწყობით, ვენდობი დღევანდელი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილს, რომ ისინი მიგვიყვანენ იქ, სადაც საჭიროა, სწორი განათლებისა და ინსტრუმენტების დახმარებით. ქონდათ ეს ნდობა 1932 წელს. ჩვენ არ შეგვიძლია ისტორიის ნდობა, ჩვენ არ შეგვიძლია ბედი, არ შეგვიძლია ბედი ვანდოთ სხვას. ბედი ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ. ჩვენ საკმარისი არ გავაკეთეთ 1932 წელს. ვფიქრობ, მინდა მხოლოდ ერთი რამ თქვა, სანამ წავალთ. 1935 წელი იყო ყველაზე მძიმე წელი თანამედროვე ისტორიაში. რატო? რა მოხდა 1935 წელს? არაფერი მოხდა. 1935 წელს სწორედ ამიტომ იყო ეს ყველაზე მძიმე წელი თანამედროვე ისტორიაში. ეს იყო ბოლო წელი, როცა ბრიტანეთს და საფრანგეთს შეეძლოთ გაენადგურებინათ ნაცისტური გერმანია და აიცილებინათ 60-ან 70 მილიონი ადამიანის, მათ შორის 6 მილიონი ებრაელის სიკვდილი და ბრიტანელებმა და ფრანგებმა არაფერი გააკეთეს. და თუ დღესაც არაფერს გავაკეთებთ, 2026-2027 წლებში ისტორიაში შევალთ როგორც 1935 წელი, როცა არ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო, რომ აგვეცილებინა მზარდი საფრთხე ებრაული საზოგადოების და მისი ეროვნული სახელმწიფოსთვის. ამიტომ პასუხისგებლობა ჩვენზეა. არა, ამას ვეთანხმები, ვავიარებ, რომ საკმაოდ პრივილეგირებული პოზიციიდან ვსაუბრობ, რადგან გაშემორტყმული ვარ, მუშაობ საგანმანათლებლო ცენტრში, ხარედის ცენტრში. ჩვენ მართავთ საგანმანათლებლო პროგრამებს, სწორედ ამ საოცრად ნიჭიერი, ინტელექტუალურად ჩართული, უფრო კონსერვატიული, კლასიკური, ლიბერალური მიდრეკილების მქონე ისრაელებისთვის სხვადასხვა სფეროში. და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ისინი ასობით და ასობით დღე რეზერვში მსახურობენ. და ეს ძირითადად ის ახალგაზრდებია, რომელთაც მე ხვდები. ეს ის ადამიანები არიან, ვფიქრობ, ეს ადამიანები და მათი ანალოგები სხვა ადგილებში, რომლებიც ჩემი აზრით აპირებენ. უზრუნველყოფენ, რომ ეს არ იყოს 1935 წელი. იმედია მართალი ხარ, რადგან თუ განათლების დაწესებულებებს შეხედავთ,
მათ შორის ებრაულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ებრაულ თეოლოგიურ სემინარიას, ებრაულ რეკონსტრუქციონისტურ რეფორმას. ისინი თავიანთ საქმეს არ აკეთებენ. ბევრ რეფორმირებულ სინაგოგას თუ შეხედავთ, ისინი თავიანთ საქმეს არ აკეთებენ. ამიტომ იცით, მე კიდევ ერთხელ ძალიან შერეული შეხედულება მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ებრაულ საზოგადოებაში ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია და უნდა შევქმნათ. უკეთესი ალიანსები. ჩვენ ძალიან ძლიერი ალიანსები გვაქვს ევანგელის ქრისტიანებთან. კათოლიკეებთანაც გვაქვს კარგი ალიანსები. უნდა გავზარდოთ ჩვენი დიპლომატია სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მთელ მსოფლიოში. მათთან, ვინც თავისუფლებას და თანასწორობას აფასებს. მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ოპტიმისტი ვარ იმაზე, რომ 1935 წლის გამეორებას ავიცილებ. ვფიქრობ, გადაწყვეტილება ჩვენზეა და საკმარის არ ვაკეთებთ. ერთადერთი რაც პირადად თქვენთვის ოპტიმისტურად შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ როცა შემდეგში ისრაელში იქნებით, ძალიან მინდა რომ მოხვიდეთ და შეხვდეთ იმ შესანიშნავ ადამიანებს, ვისთანაც მუშაობთ. მაგრამ ეხლა ამ შერეული განწყობით დავემშვიდობებით და ვიმედოვნებთ, რომ სხვა დროს გავაგრძელებთ. კარგია, მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას ისრაელში. მოუთმენლად ველოდები, რომ კვლავ შევხვდე იმ შესანიშნავ ისრაელელებს, ვისაც ბოლოს 70 წლის განმავლობაში ვიცნობ. ამინ და მათ, ვინც ამ კვირაში შავოց აღნიშნავს, გილოცავთ დღესასწაულს.